ეს შეიძლება იყოს ყველაზე უცნაური სამხედრო გემი, რაც კი ოდესმე აუშენებიათ. მას არ ქონდა იარაღი, არც ძრავა. მხოლოდ ერთი მისია ქონდა: გაეკეთებინა ნაყინი. ისტორია იწყება 1914 წელს, როდესაც საზღვაო ფლოტმა აკრძალა ალკოჰოლი თავის გემებზე. ნაყინმა ნელ-ნელა დაიკავა მისი ადგილი. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ასობით ათასი მეზღვაური თვეების განმავლობაში იხრუკებოდნენ წყნარი ოკეანის მზის ქვეშ, ის გახდა ერთადერთი რამ, რაც ყველაზე მეტად ენატრებოდათ. როდესაც ავიამზიდი ლექსინგტონი იძირებოდა მარჯნის ზღვის ბრძოლაში 1942 წელს, გემის ზოგიერთი ეკიპაჟის წევრი სამაშველო ნავებისკენ კი არ გაიქცა, არამედ საყინულეებს მიაწყდა. ნაყინი ჩაყარეს თავიანთ ჩაფხუტებში და ლოკავდნენ მას წყალში ჩასვლამდე. უმაღლესმა სარდლობამ ეს აკუიატება დაინახა და მისი შეჩერების ნაცვლად გადაწყვიტა კიდევ უფრო გაეძლიერებინა იგი. მხოლოდ 1943 წელს ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა 125 მილიონი ფუნტი გამშრალი ნაყინის ნარევი გამოიყენეს. დიდ ავიამზიდებს საკუთარი ნაყინის აპარატები ჰქონდათ, ხოლო გამანადგურებლებს კი დაჯილდოებასაც კი სთავაზობდნენ ნაყინით, თუ ისინი ზღვიდან ჩამოვარდნილ მფრინავებს გადაარჩენდნენ. მაგრამ პატარა ხომალდებს, როგორიცაა გამანადგურებლები, წყალქვეშა ნავები და საპატრულო ნავები, არ ჰქონდათ ადგილი მაცივრებისთვის. ამიტომ საზღვაო ძალებმა არმიისგან ბეტონის ბარჟა ისესხეს და მილიონი დოლარი ხარჯეს მის მცურავ ნაყინის ქარხნად გადაკეთებაში. ისინი ბეტონს იყენებდნენ, რადგან ფოლადის თითოეული ნაჭერი რეალურ საბრძოლო ხომალდებს სჭირდებოდა. ბარჟას შეეძლო ყოველ 7 წუთში 10 გალონი ნაყინის დამზადება. ეს დღეში დაახლოებით 5 ტონაა. ეს დაახლოებით 70,000 პორციაა დღეში, რაც ჩემთვის ნამდვილად საკმარისი მეტია. თუმცა ბარჟას საკუთარი ძალით გადაადგილება არ შეეძლო. ამიტომ მის გადაყვანას წყნარ ოკეანეში ბუქსირები უზრუნველყოფდნენ, სადაც ის ნაყინით ამარაგებდა ნებისმიერ ხომალდს, რომელსაც ეს სჭირდებოდა. და ეს ერთადერთი არ იყო. კიდევ ორი ბარჟა არსებობდა. ოფიციალურად ისინი იყო მაცივრიანი საცავი ხომალდები, რომლებიც 1500 ტონა გაყინულ ხორცს ატარებდნენ, მაგრამ არავის ახსოვს ისინი ხორცისგან. როცა ომი დასრულდა, ლეგენდარულმა საზღვაო ქვეითა პოლკოვნიკმა ჩესტი პულერმა იჩივლა, რომ ნაყინი სუსტი ადამიანების საჭმელია და მის ნაცვლად ლუდსა და ვისკის ითხოვდა. მაგრამ ახლად შექმნილმა თავდაცვის დეპარტამენტმა ნაყინი აირჩია და აღარ გადაუფიქრებია. დღემდე საზღვაო ფლოტის ხომალდებზე რბილი ნაყინის აპარატები დგას. თუ ასეთი სამხენტერესო სამხედრო ისტორიები მოგწონთ, გამოიწერეთ არხი.